დღეს განვიხილოთ ყველაზე იაფიანი და ყველაზე ძვირიანი კვერცხები მთელ საქართველოში. რაზეც მარკეტებში მიგვიწოდება ხელი. დავიწყე ყველაზე იაფიანიდან და ზრდადობის მიხედვით მივა ყველაზე ძვირიან კვერცხამდე. განვფუთავ და შიგნით რაც იქნება ყველაფერს დავაგემოვნებ. არ დაგავიწეთ ხალხო. გეუბნებით. არ დაგავიწეთ არხის და ლაიქება, ვიდეოს გამოწერა. არხს იწერენ, ვიდეოს ალაიქებენ, კომენტარს ტოვებენ. არხის გამოწერა არ დაგავიწეთ, ვიდეოს ალაიქებას არ დაგავიწეთ და კომენტარის დატოვებაც. არ ვიცი რატომ, მაგრამ წინა არხი წამიშარეს. ხო და ძალიან გთხოვთ, აი აქ ჯერ მოვიხოდოთ, ყველა მოვიხოდოთ, მეგობრებო, იმიტომ რომ თუ მოვიხოდებით, ჩემთვის ძალიან სტიმული იქნება და ძალიან კარგი რაღაცებს გადავიაფხული ვართ ლაკი. ყველა მოვიხოდოთ. დავიწყოთ, გამოიცანით, რომელია ყველაზე იაფასიანი კვერცხი თქვენი აზრით. ძალიან რთული მისახვედრია. ეს არის ყველაზე იაფიანი კვერცხი და დავიწყოთ ამის განფუთვ დაგემოვნებით, აწყობით და სავარაუდოდ გაპარტახებით. ამ კვერცხი. ოვდაიმტრა. ამ კვერცხს ერქვა. ამ კვერცხს ქვია მეგობრებო პრინცესა, ღირდა ლარნახევარი და ზედახატია პრინცესები. ოღონდ ისეთი პრინცესები ახატია. ანუ რაღაცა ლარნახევრიანი პრინცესები ახატია. ნუ იქნებით გოგონებო ლარნახევრიანი პრინცესები. გავხსნათ. ამ შეფუთვა აქვს საშინლად უხარისხო. ნუ ახლა უკეთესი რატო უნდა გქონდეს, მაგრამ აი ესეთი. უიმე სუნი აქვს. აი ხის ქონის ამას ვერ მოვკვეჭ. არ ტყდება. საერთოდ წეღარას მაგიტო არ გატყდა. შოკოლადე კია, სქელი. გავსიჩო. პოზიცი თუ. ამას ვერ შეჭრა. ახლა ნახოთ შეგნით სათამაშო თუდებს. Wow! What is სკეიტია მეგობრებო, აშკარად. სასახად. ავაწყოთ და ვიგატაოთ. სკეიტის ხარისხი არის უბრალოდ იგივე და იდენტური როგორც შოკოლადის, ძალიან მარტივია წყობია. ერთი წკაპ და წკაპ. ესე ჩვენი სკეიტი. იმის კვალობაზე რომ ეს კვერცხი არის ლარნახევრიანი, ჩემი აზრით სათამაშოს გამო ღირს. არ ღირს. მაგრამ აი ისეთი ბავშვი თუ ყავთ გარშემო, აი თან რო არ გევასებათ, მაგრამ თან რო გიათ რომ გაახაროთ მშობლის პონჩი, შეგიძლიათ ვაჩუქოთ. მე ვიცი ვისაც ვაჩუქებ. და შემდეგი კვერცხი არის Magic Aladdin. მეჯიკური ალადინი. ამ კვერცხის ფასი იყო 3 და 45. 3 ლარი და 45 თეთრი. ანუ ისე არის მოთავსებული, რა შეფუთვა ისეთი აქვს, რომ ძალიან ძვირიანია და რაღაცა ძალიან მაგარია. ძვირიანი არ არის, მაგრამ მაგარია თუ კაი დიდი კი არის, ყოიცი. შეფუთვაზე დატანილი არის წითური ალადინი, ქერაჯინი, რაღაც საყვარლობა. არ მგონია ხა ისეთი გემოქონდეს. არა მე მგონია რომ იქნება. კაია. შოკოლადის ფერით უკვე ვთები რომ იგივე სული აქვს საშინელი. და ესეც ვერ ტყდები. მეგონა გადაყდებოდა. შანსი არა. არა. შანსი არა. ამის გასინჯვასაც არ ვაპირებ, იმიტომ რომ საშინელი სუნი აქვს. ვაიმე, ეს რა არის? რა საყვარელი რაღაც მოყვანახეთ. ნახეთ რა არის. თან ძრავი აქვს. ხო ძრავია. თევზია, მატორიანი თევზია. ძრავიანი თევზია. მოიცა, გადი უკან. უნდა შემოგაფრინდეს. მომეწონა. ეს ძალიან კაი რაღაცაა, მომეწონა, ფერი მომეწონა, სტრუქტურა მომეწონა, აგებულება მომეწონა, იდეა მომეწონა, იმიტომ რომ მატორიანი თევზი გინახავთ მე, ძრავიანი თევზი. მე არა. მოკლედ ეს კაი რაღაცაა. არ ღირს 3 და 45, მაგრამ მაინც კაია. ერთჯერადად კარგია. და განვიხილოთ შემდეგი, რიგით მესამე კვერცხი. ეს არის Kinder Surprise. Kinder Surprise ღირდა 3 და მოვიწოთა. წეგან ჩავიხედე, მაგრამ 3 და 70. 3 ლარი და 70 თეთრი.
შეფუთვა უკვე ძალიან მომწონს. ადრესო სხვანაირები იყიდებოდა ხოლმე, ახლა სხვანაირი გამოუშვეს, დიდი ხანი აღარ გამისინჯებს. აღარ მიყიდი. სავარაუდოდ ეს ყველას გექნებათ გასინჯული, იმიტომ ძალიან პოპულარულია უკვე დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ გავსინჯოთ, მე დიდი ხანი არ მიჭამია და შეფუთვა აქვს ძალიან კარგი, აკურატული. და უკვე შოკოლადის ნაღირებული კარგია. აბუდის შევადაროთ ფერები და. კაი, მიდი. აი, უბრალოდ ფერი რო შევადაროთ Kinder Surprise-ის ფერი და ალადინის ფერი და პრინცესას ფერი. ამას სულიც კი სასწაულებს. ეს ბეწვიანი იმიტომ არის, რომ ძირს დავარ და დაუცებ კატებმა გაიფინეს და მაგიტო. ამას კიდე არც ისუნება საერთოდ. ეს აღარ არ მინდა რომ გავტეხო, მინდა რომ ჯის. მაგრამ როგორ ბილად იხსნება. შიგენ თეთრი შოკოლადი აქვს. შოკოლადები კი არ მიყვარს, მაგრამ ეს მიყვარს. დიდი ხანი არ მიჭამია, მაგრამ ახლა ნახოთ რა და შიგნით Kinder Surprise-ში. ვაიმე, უკვე ფერი მომწონს. შოკოლადის უშე ჭამე? არ შეჭამე? მომე. კარგი არ მინდა. ესე გადმოვყაროთ, ესე იგი ეს მოიცა. ამებსაც ყובה არ ვიცი რა. ვიცი. აი მივხვდი, ავაწყე. ოჩა. ეს სავარძელი ყოფილა. მოკლედ მე კი ავაწყე ესენი ცალკ-ცალკე, მაგრამ ვერ მივხვდი როგორ უნდა დამეკავშირებინა და ბუმ შოუსტინი დამეხმარა. ესე იგი ეს უნდა გავუკეთოთ ამაში, ასე. მე რა ჩამოკრავ და წავიდა. კიდე რა. 1 2 7 გადავიდეთ შემდეგ კვერცხზე. და შემდეგი კვერცხი არის Kinder Joy. ეს არის Kinder Surprise-ის ნაირი, ოღონდ ცოტათი ძვირია და ცოტა უფრო კარგი ხარისხი აქვს. არა, ხარისხი ორივე ძალიან კარგი აქვს იდეაში უბრალოდ. ამას იდეა აქვს სხვა შიგნით. ხო, აქ არის შოკოლადი, აქ სათამაშო. მაგრამ ჯერ შოკოლადით კი არა, ტკბილებით დავიწყებ, შიგნით რაღაც მუსივით აქვს. ვაიმე. აგერ აქვს თავისი ქაღალდის კვერცხი კი არა, კოზებით რა, რო შეჭამოთ. მე კი ვიძახ ხოლმე რომ შოკოლადი არ მიყვარს და არც ტკბილეული არ მიყვარს და მართლა არ მიყვარს, მაგრამ თვეში ერთხელ მდედრებს რაღაც განსაკუთრებული პერიოდი გვიდგება ხოლმე და მაშინ სიგიჟემდე გვინდება ტკბილეული, ხო და მე ამიტომ მინდა დღეს ტკბილეული დავჭამ. მე რა კარგია. დანკაია. და ახლა ვნახოთ რა დევს კვერცხის მეორე ნახევარში. კვერცხის მეორე ნახევარში დევს სათამაშო. რა უნდა იქ? ვაიმე, ეჩლალი. რა კარგი ფერებია. ეს არის აშკარად დინოზავრი. ვაიმე, ღმერთო. თან მოყვება თავისი თოკი. და შეგიძლიათ ტელეფონს ჩამოკიდოთ რაღაც ეგეთი. ვერანაირია. კანის სტრუქტურაც კი აქვს ზედატანილი. შემდეგი კვერცხი იქნება აი ეს. ჩემი სურპრიზი. Bonanza. ამ კვერცხის ღირებულება იყო 4 ლარი და მიგე გამომიწვა, ამას ჩავიხედე. 4 ლარი და 90 თეთრი. თუ გავითვალისწინოთ იმას, რომ Kinder Joy ღირდა 4 და 35 იყო პაწაწუნა, მაგრამ ხარისხიანი, ეს დიდია და ჩემი აზრით იქნება რაღაც ალადინის მსგავსი. მაგრამ შეიძლება ვცდები, დავიწყოთ ფუთვა. როგორც აი ჯონიანი ბავშვებისთვის არის. რაღაც მაგარი ურტყავს თავს კი. არა, ის გავხს. ეს საბავშვო რატოა? კაი. ბავშვისთვისა. კვერცხის შეფუთვა არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა სჭირდება რომ გაიხსნას და პრინციპში ისევ განმეორდები რომ თუ რომელიმე ბავშვი არ გეუსაბთ, შეგიძლიათ ეს აჩუქოთ, იმიტომ რომ დაიტანჯება ამის გახსნაში. მაგრამ შიგნით ნახეთ რა კარგი საჩუქრებია. ერთი ჩუპაჩუპსია, ერთი ცალი ჭუჭყიანი ბაჭია, ანუ უბრალოდ ესეთი ფერია, არ ვიცი. და ნახეთ იუნიკორნიც არის რა საყვარელი. მოლოდინს გადააჭარბა ამ კვერცხის შიგ თავსმა.
ვერ კატაობს, მაგრამ ძალიან საყვარელი ფერია. ეს რა არის, ვერ გავიგე და ვნახოთ. ამას თვალები მოყვება თავისი, უნდა მიაკრა და ეგ არის უცხოპლანეტელი. და ნახოთ აბა ეს რა არის. მეგონა კანფეტებიც იდებოდა, მაგრამ ორდებს. My little pony, my little pony. ეს არის, ესეც თვალები აქვს ამასაც ამოსაჭრელი. ბავშვია. მიხმართ საშინელება. აქთან თვალები და ამოიჭრას და მიეკრას აი ამ ცისფერ ბავშვს, რომელიც არის ჩვილი. ნორმალური საჩუქარია, მომეწონა. ალადინსაც და პრინცესასაც ბევრად ჯობია და ფასიც შესაბამისია ჩემი აზრით. თან თვითონ კვერცხიც ზომაში იმხელაა, რომ ბავშვი გამოიწვევს, რა ხელა კვერცხია. ისეთ რაღაცა ემოციას. ჩემს ეგრე გამოიწვია რომ დავინახე. და შემდეგ კვერცხი არის ბუს კვერცხი. ბუს კვერცხი ერთ პერიოდში ძალიან ტრენდული იყო საქართველოში და დღემდე ძალიან პოპულარულია სხვათა შორის. მე რადგანაც გოგო ვარ, ავიღე გოგოსთვის. ბუს კვერცხი ღირდა 7.60, თუმცა ანუ ბევრი მაღაზია მოვიარე და ეს კვერცხები ისე შევაგროვებად. სხვა მაღაზიებში ვნახე რომ ფასი ქონდა 9 ლარამდე, 8.60, 8 და რაღაცა, 9 ლარამდე მერყევდა. მე შემთხვევით შემხვდა 7.60-ად. რაღაც არც თუ ისე პოპულარულ მაღაზიაში. ნუ ქსელური არ არის. მოკლედ გავხსნათ. ბავშვებს ძალიან უყვართ ზოგადად ბუს კვერცხი, ბიჭებსაც და გოგოებსაც განურჩევლად. მე არ მიყიდი არასდროს, ჩემი აზრით კარგი რაღაც ამოვა. ერთი პერიოდი ხალხი იმის გამოყიდულობდა ხოლმე, რომ რაღაც ის ბრელოკი ამოსულდა. ჭყვიალა ბრელოკი რომ იყო 4 კუთხედი თუ რაღაც ეგეთი. TikTok-ზე მაქვს ნანახი. აუე ხალხური გამოვიდეს. გავხსენი. ბაიმე, რა მაგარია. ბავშვი, ანუ ბავშვები არ მიყვარს, მაგრამ სათამაშო ბავშვია. და თავისი კუდით აქვს. ой, მინახეთ, უკვე პატარა ბავშვი არის ჩვილი და ეჩი აქვს თავისი კუდი, რომ დაახურო. ვაიმე, რა საყვარელია. და საკმაოდ ხარისხიანია. კარგი რომ ბრელოკი არ არის, ეს უფრო საყვარლობა. პატარა რომ ვიყავი, სიგიჟემდე მიდოდა ხოლმე რომ მქონდა სათამაშო ბავშვი. მაგრამ ყოველთვის ძალიან ძვირი ღირდა ხოლმე და ამიტომ არასდროს არ მქონდა. ხოდა ეხლა ეს რა მოვიდა, ალბათ იგივე შეგრძნება და მეუფლა. ნე მოკლედ ბუს კვერცხში დევს სათამაშოების გარდა კანფეტების და მოდი ხა ეს კანფეტების დავაგებო და რა მაგარია ბავშვი და გავშეთოთ კაკები. კაკები არის აი ასეთი. ვიდეოები რო ხოლმე კატ. ძალიან გემრიელია. აწერია რომ ნატურალური ინგრედიენტებით არის დამზადებული და არის ხელნაკეთი კანფეტი. საქარი გუკოლის სიროფი, წყალი, ლიმონჟავა, არომატიზატორი. ძალიან კაი გემოაქვს ეს რა არის? გული. ამას გულის გემოიქნება. შინ რაღაც ქაღალდი იდო და მეგონა ინსტრუქცია. და წერია ჩვენი და ქართულის რუბრიკა. გვასწავლიან გრამატიკას. სწორია შენ შესახებ და არასწორია შენს შესახებ. ანუ სს გარეშე, შენ შესახებ. მადლობა. მე ჯერჯერობით ყველაზე მეტად მომეწონა ბუს კვერცხი. ფასიც აქვს ადეკვატური, შიგ თავთან შედარებით ადეკვატური კი არა, დაბალიცა ეს მე მგონი. სხვების ფონზე. და თქვენი აზრით რომელია შემდეგი კვერცხი ფასის მიხედვით? თქვენ ალბათ გეგონათ რომ ეს ყველაზე ზვირიანი კვერცხი იქნებოდა, მაგრამ არა, ტანმა არ მოგატყუათ. ეს კვერცხი ღირდა 9.50, მაგრამ ამ კვერცხს ვერ შეხვდებით ვერცად ქსელურ მაღაზიაში, ეს მხოლოდ უბნის მაღაზიაში მიპოვეთ შემთხვევით. რაღაცები აწერეთ შინურად, წარმოდგენა მაქვს დრაკონი ახალტია თუ დინოზავრი. ციფრების გარდა ვერაფერს ვერ ვცნობ რაც აწერია ზედ. აი ძალიან მაგარი უხარისხო რაღაც ჩანს რა, ანუ ძალიან დიდი კი არის თუ შეგვიქო, მაგრამ რაც ხარახურები ყრია შიგნით უიჯვერ. შიგნით დევს ერთი კვერცხნახევარა კიდე, რომელსაც სახატია პანდა და ასევე ჩინური დაწერილი რაღაცები. ეს სავარაუდოდ საჭმელი კოვზია, რომელსაც ადამიანის თავის ფორმა აქვს. კიდე დევს ტატუიროვკა. რაღაც ტატუს მაგვარია. 2 პიპია ხალხო. სახანჯო. ვაუ, თან 9.1 აწერია. ვაუ, ძრავი აქვს. და ამასაც ძრავი აქვს. უცხალარი მგონია რომ მაინც ძვირია. ძალიან საყვარელია, თან ძალიან სახალისო ფერია. ორივე მომწონს. ეს გადადო სათამაშოებში და ნახთხა კვერცხი. ნახევარი კვერცხი. ურცხობილებივით არის, რომელიც საერთოდ კვილი არ იქნება, მაგრამ შიგნით არის თეთრ შოკოლადში ჩაყრილი. ამ ყველაზე
ზომით დიდ კვერცხში, მომეწონა მხოლოდ მანქანები. იმიტომ რომ ორივეს აქვს ძრავი და თან საყვარელი ფერია ერთიც და მეორეც. და გადავიდეთ ყველაზე ძვირიან კვერცხზე. ეს კვერცხი ღირდა 10 ლარი. ლიბრაში ვიპოვე, ეს Toy Box-ის კვერცხია. არ ვიცოდი Toy Box-ი კვერცხებსაც თუ აწარმოებდა, შეიძლება უბრალოდ ყურადღება რომ მიქცევი არასდროს. რა. კვერცხი რა სფერო? უი, ხო, კვერცხი არ არის სფერო. იდეა მაინც კვერცხის არის. მოკლედ გავხსნათ. ხო, ეს ღირდა 10 ლარი, თუ თქვი უკვე არ მახსოვს. მინდა აღვნიშნო ის, რომ ყველა კვერცხს აბსოლუტურად აწერია, რომ 0-დან 3 წლამდე არ შეიძლება. და გთხოვთ, არ უყიდოთ 0-დან 3 წლამდე ბავშვებს. მართალია, ყველა საკის ბავშვს არიან უყვარს ესეთი რაღაცა სულელური რაღაცები იზიდავს, მაგრამ შიგნით იმდენად პატარა რაღაცებია, რომ შეიძლება ბავშვმა ეგრევე გავხსნათ. რაღაც ღილაკებივით აქვს და მეგონა მაგას რო დავაჭერდი, გაიხსნებოდა. ერთის მეგონა გაიხსნებოდა, იმით არ იხსნება. რომ ფურთოხლის შეიძლება გავხსენ. შემოვაცალოთ პარკი. ლამაზად კი აქვს ქნა. აი აქ ზემოდან ქონია რაღაც თავი, ამას მოხსნი, დაატრიალ და ყუმბარას გავს. უი. რა მაგარია და იშლება. მოლე გავხსნათ სფეროს პირველი მეოთხედი. და ეს არის პლასტელინია. ის რაც საყვარელი სუნი რომ აქვს ხოლმე აი ეს პლასტელინა ზუსტად და მოყვება თავისი ფორმა. ეს რის ფორმა ვერ გავიგე, მგონი სელაპია, თუ დელფინი, თუ ზღვის ლომი. მომეწონა პირველი მეოთხედი. ამას უკან ჩავაბრუნებ. ნახოთ შემდეგი. რამდენი სათამაშოა? ნაყინის ფორმა და კიდევ არის ესეთი რაღაც. შემდეგ არის ძალიან საინტერესო რაღაც. ასე არის გამრავლების ტაბუოდან რაღაც ამონარიდი და მიმატება გამოკლება. ასე ჩავდებთ. ჩავდებთ და მაგალითად 4x4. ასე აქ აწერია პასუხი. არა, რომ საერთოდ ჩამოდის. აწერია პასუხი. ვისაც გიჭირდა მოხსოვრება, მაგისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. არ ვიცი პატარა ბავშვს რამდენად გამოადგება, მაგრამ საკმაოდ სახარისოა. ქვემოთ წერია პასუხები და ზემოთ კიდე მაგალითი. გადავიდეთ შემდეგ ნაწილებზე. ძლივს, კაკა, პატარა გამიბერებია. პატარა დათვებია ჟელიბონები. საყვარლობა. პატარა დათვია შუხვეთ. პატარა დათვები არის. გემოაქ რეზინის. ლედავჩა ბოლო მეოთხედი. იმედი მაქვს აქ რამე ტკბილია. ამვაქას პლასტელინია. და ტატუ არის თვალებს სისხლიანი ბუსი, რომელსაც აქვს ბატის ფეხები. არის ეს ბიჭი Toy Box-ის თვალს რო აპაჭუნებს. ორი პლასტელინა მოვიდა ამ სფეროში და ამოვიდა ორი ფორმა, ერთი არის რაღაცა ზღვის ცხოველის და მეორე არის ნაყინის. ჩემი აზრით ძალიან კრეატიული სათამაშოა. ფასაც შეესაბამება მხოლოდ იმ გაგებით, რომ რაღაცნაირად თავსატეხივით არა თითოეული ნაწილი, მაგრამ ხარისხით დიდად ჩემი ფავორიტი მაინც დღევანდელი კვერცხებიდან არის ბუს კვერცხი. აი ეს თამაშები ამოვიდა დღეს ყველა იმ კვერცხიდან თუ სფეროდან, რომელიც გავხსენით, დავაგემოვნეთ და შევაფასეთ. სათამაშოებიდან ჩემი ფავორიტი არის ეს ბავშვი, დინოზავრი და ეს ძრავიანი თევზი. ასე მიწვრა ჩვენი დღევანდელი ვიდეო. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დატოვება. თქვენთვის რომელი არის ფავორიტი კვერცხი? სფერო. სფერო მარტო ეს იყო, მაგრამ ზოგადად კვერცხი, რომელი თქვენი ფავორიტი. გევშთოვებთ შემდეგ ვიდეომდე.